მოგე დილით ასმენა არ გამიხსნია ჯერ, მაგრამ მაინც გადმოვედი, იმიტომ რომ ხან 8-ზე იყებიან ხარვის ნახევარს და ნუ როტყულ არ დავკარგო. უბრალოდ იმას ვქენი რა, შემოვედი რა ვნახო თუ არიან ღია, მაგრამ ესენი არ არიან ღია. ყოფილა შემთხვევა გამიხსნია ასმენა და დაუწყიათ რა 3-4 საათის მერე მუშაობა. დავადგი პროსტა. ეხლა ველოდები რა, როდის მოვლენ. შეიძლება აქაც მოვიტანო პრინციპში, მაგრამ იქიდან კი ჩანს, აი უყურებ ხოლმე აქ. ნახოთ. მოვლეთ აი გზივა, გახდა 8 საათი და ვიღაც გოგო მოვიდა, კარი გააღო და ნახოთ რა გაიხო. Hello. This is reception for drivers. I said, I'm მოკლედ რამპა. მეშვიდე რამპაო მივედი მაინც ვნახე და ეგ არის მაგარი ოფისია. რეცეპშენი იყო თუ ცოლების უსასრულო ვერ გავიგე. კაი. ეხლა გავხსნის მენაზე დავიწყე. მოკლედ, დაიწყო ჩვენი დღევანდელი სამუშაო დღე. ვაყენებთ 15 საათზე. შემდეგ აქაც ესე. აქაც. ოკეი, ქვევით. ვაგდელ 1, начало страны, Бельгия. უკან, ოკეი. დავაყენებ ჩაქუჩას. და მივაყენებ ეგერ. გეიხედება ხანე? აი, გეიხედე. მაქენე. ეგერ. ისკი კონდათ მაგარია, მაგრამ მინგრეულია და ესეთი რაღაცა ედება ამას მოკლედ. პაგურჩიკი შედის შიგნით. ლიან 2 პალეტი დარჩა, თავის 6 პალეტი იყო, 7 პალეტი იყო. აგერ კაცი მოვიდა. უბრალოდ წუხელ მოვიდა ეს მანქანა, მაგრამ შენ დაიცალეო რა, ნუ დღიურზე არის ეხლა ეს და დღიურზე ფული რატო არის, მეგობრებო, კაი რა. საერთოდ არ ეჩქარება, აი ნახე. აქ ეხლა ჩემ სამსახურში რეისზე რო ხარ, ნუ სუჩქარობ მაინც და მაგათ არ ეჩქარებათ ხოლმე და ეგ ძალიან კაია, მეგობრებო. ძალიან მაგარია ეგ. აგერ გუშინ მოვედიო. Saat 4 saat ველოდეო 2 წუთში დამცალეს და ეხლა აგერ მოვედიო და ეხლა აქედან თუ გაქო დაცლავ მე არ მაქვს არაფერი დატოს არაფერი. ეგ არის მეგობრებო, კარგი რა. დღიური ანაზღაურება არის ძალიან კარგი აქეთ. მაგრამ როგორც გითხარით, დღიურ ანაზღაურებაში არ არის ეს ყოველკვირული რეისები. ყოველკვირა რო სახში იყო, ეგეთი დღიური ანაზღაურებით ხელფასი მე არ გამიგიათ რომ წავიდოდი. ნუ ჩემ ქალაქში ან ჩემ ქალაქთან ახლოს ვიზახი და ეხლა საღას პოლონეთის ბოლოს შეიძლება იყოს. ჩემს ადგილას რა ვარი ბერმე გაჩერდა. რა თქმა უნდა, ისევ ფურგონი. შემოვიდა და კიდე ერთხელ რომ შემოვსიო, მე ჩავალეს, იგი ბოლო პალეტიც აიღო. აი, ცანახეთ, ერთ თვითმფრინავი, მეორეს ხაზი, მესამეს ხაზი, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე. ეგ პროსტა ცანახეთ, მეგობრებო, რა დღეშია, თვითმფრინავებისგან ნახე ერთი. აი, ეს ყველა ერთ თვითმფრინავების ხაზები, როგორ ადაქსელი შეხედეთ. აი, ნახეთ, ხა, აი ეს ხაზები ყველა არის თვითმფრინავის, აი, ყველა, აი ესენი, რასაც ღრუბელი კი არა, ყველა არის თვითმფრინავი, მაგრამ გადაიფრინეს ეხლა. ძალიან ბევრი დაფრინავს აქეთ ძალიან. ოფისი რა მაგარი ქონდათ, ხედავთ, მაგრამ აქ რა ვიცი ეს რა არის და რაღაც ბათუმისავით გამოდის რა, ნუ ბულვარი მაგარი აქვს იქით და უკან რო გამოხვალ და ბატონო. ასე კაია, ჩემი ერთი პალეტით ჩამოიღეს მოკლედ. ეხლა რამპასაც მოხსნიან სავარაუდოდ და გავედით. Finish, yes? Thank you. Bye. Bye-bye.
ახლა გავწევ მანქანას, მაგრამ ცოტა ზევით ავალ, რომ იმკაც კი არ ჩქარება. მაინც იქ დავკეტავ კარებს რა. ანუ 20 წუთი გავხსენის მენა, 20 წუთი რაც მენა გავხსენი და ჩაქუჩებს რამდენი ხანია რო ვდგავართ, რო გავიგოთ ქვევი დავაწვევი და აგერ ჩაქუჩებს 18 წუთი. ზევითაც ის მოკლედ ეგ არის რა. რამპა რომელიც ესე არის უფრო ძნელი მისაყენებელია ვიდრე ასფალტზე და დახაზული, იმიტომ რომ დახაზული რო არის იმაშვების ცენტრს უყოლებ და აქედან თვითონ იმ პატარა რაღაცებს უნდა დაუმიზნო რა. ხვდებით? ხო და ამიტომ ახლა ამ კაცმა პირდაპირ ვერ მიაყენა ერთ მიყენებას. მაგრამ აქ ეს არ არის ძნელი კაცო, ეს მიყენებაზეც მიაყენებ ჩვეულებრივად მერე, მაგრამ მეორეზე მიაყენებს. ჩამოვა შეამოწოts ხა დაუმიზნა თუ არა. რაღაცა გაასწორეო, რაღაცა შეუგნო. რაღაცას ეუბნებიან ვერ გაიგეთ, ყო ინგლისური არ იცოდა, იმ რუსულად ლაპარაკობდა რა. არაფერი ისეთი მეგობრებო, ვერ გაიგებთ ხელით, ფეხით, რაღაცა ესე მობრძანდით, რაღაცა იქით, აქით, გააგებინებენ ბოლო-ბოლო, ეგეც არაფერი არა. ინგლისური მე რო ვიცი, ჯობია არ იცოდეთ, ხან ისეთ იდეაში, მაგრამ გამოვედი მე ისევ აგერ. ცოტა შორს გადავალ ახლა, იმიტომ რომ აგერ მანქანა მიდგას. ეს ჩემი საბურავის ხო იწევა და არ მიყვარს ეს პრინციპი, საბურავს რო ეწევა. საბურავი როგორ დავწიოთ? ამ ვიდეოს მოკლედ რაღაც სხვადასხვანაირად ვდებ მეგობრებო და აღარ მახსოვს უკვე სადრას ვიზახი რა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საბურავის დაწევას ახლად შეგახედებთ აგერ აჰა. ეხა იმ ჩემ მისაბელს ეს პირველი საბურავი აწეული და რუჩნოეს ესე სამჯერ უნდა ჩამოკრათ ხელი, უყურეთ. 1 2 3 და იმან დაიწყო დაწევა რა. და ეხა უკვე დაედება, თუ არა დაწეული რო აქვს მესამე საბურავი. ეგ ის არის, მე ძალიან ცუდად მოყვება ხოლმე მოსახოვებში რა. და ამიტომ ჭირდება ხოლმე მაგის დადება და არ მიყვარს ეს აწეული საბურავის სიარული, იმიტომ რომ 10-12 ტონაზე როცა არის მაშინ იწევა ხოლმე რა და რა ვიცი რა. არ მომწონს მოკლედ ეგ ამბავი და ეგ გუშინ რა დავბოდიალობდი, ეგ ადგილია, ეხლა ეს ოღონდ გუშინესზე მოვედი. ანტვერპენის იმაში ვარ სადღაც გარეუბანში, რა ვიცი. ანტვერპენის გლდანში ან მარკეტინგში ალბათ. ხო გაიქნებოდა ჩვენი გლანი და მარკეტინგი ესეთი რო იყოს. გაიქნებოდა. იმედია იქნება, ნახოთ, იმედია იქნება. იმედი არ დავკარგოთ ხალხო, ყველაფერი კარგად იქნება. და მე ისე იმ გზით წამომიყვანა ეხლა ამან და მე გამოვყევი პრინციპში, იმიტომ რომ იქიდან შორგზაზე უკვე აღარ ის რა ქვია. შორგზაზე უკვე ცოტა შორს წამიყვანდა რა, ეხლა 27 კილომეტრია და მე უნდა გამატაროს 53 აი ამ პატარა მონაკვეთის გამო. ეხლა აგერ გავალ და ვსიო, ეგერ კი მიდის დიდი მანქანა. ასეთი ბორდიულები კაია, ცერი რო არ ამე რო იყოს, მაგრამ ხანდიხარ აი პირდაპირ კვადრატებით ან ინგლისში ზედ იმაზე, ტრასაზე, ზედ ზოლზე რა იყოს ჩემი. ეს ასახტომებია მეგობრებო, არ ემჩნევა შორიდან, მაგრამ ასახტომებია ძაღლები, მაგრამ მოყარს. არ ემჩნევა ხოლმე, მაგრამ საკმაოდ აფრინდებით, ცოტა თუ ისე თუ გადაიარეთ. აქ ყველაფერი დაფრნავს მე. თუ რამე მილაკია. და ეხა აქ რა ხდება? ეხა იქით უნდა წამიყვანოს ამან. ეს ახალი გაკეთებული გზაა, როგორ ჩანს. და ის რა ქვია? ვერ აღიქვავს კარგად ჯერ. ასფალტის პრინციპში ახალია, ხო?
და ეს ვერ აღიქვავს, ხედავთ? აი ამას გეუბნებოდით ნავიგაცია, იდეაში ყველა ნახევარწელს უნდა აახლო, მაგრამ ერთ წელს ხა ეს ნავიგაცია მე ჩავწერე პირველად 3 წლის წინ და მერე რაღაც 1 წლის წინ გამოახლებინე, ანუ ქართული პროგრამა, ქართული ვერსია რო ჩავაწერე. აი ამას გეუბნებით, ორი ნავიგაცია გინდა, სხვადასხვა სიტუაცია, ხან გზას ვერ ხედავს, ხან შეიძლება გადახურდას, შეიძლება ახლა ჩემსაც სულ 60 ჯერ დაემართა 20-ს, ბევრი სიტუაციაა რა. ხან შეიძლება აი ხა მაგალითად ნახეთ, დამტენი დამიწყებია რა. შევაერთი, მაგრამ ეს დამტენი ხან თუ რო ღამე არ დამიტოვებია და რო დაგავიწე შეიძლება ადგილ და ჩაქვრეს და ვერც მოხვიდი ასე და რო ჩაქვრება ამ ვიზა დატენვას 5%-მდე თუ არავი და არ ჩაირთვება, ხვდებით? და ბევრი სიტუაცია და ორი ნავიგაცია ეს არის მინიმუმი, მაგრამ აი ეს პატარა თუ სხვა არა გაქვს ტელეფონი ხო გაქვს ბოლო მაგით იმას ვთქვათ, მაგრამ იმ პატარას ვიზახი რომ არ ედოთ. ახლა იმ პატარა მომიყვანა ამ სახლებიდან, მაგრამ მე ნაწილასთან მქონა არანახი და ვიცოდი რომ ის პატარა მონაკვეთი იყო, ხვდებით? თქვენ ახლა იმ მანქანებში Mercedes ვისაც გეყოლება თავისი მონიტორი ექნება, ჩაულებრივად საცობებს და ყველაფერს ხედავს ეგ. მანქანას აქვს Wi-Fi თვითონ თავისი გაზიარებული და მეორე ესეთი გექნებათ. ეგ კაია. დაფებს არ აქვს ხოლმე, მაგრამ დაფებს სამაგეროთ ესეთი ტელეფონია, სადაც სამსახურის ტელეფონია, უფასოდ შეგიძლიათ სამსახური დაურეკოთ, დააგერეკონ SMS-ი მიწეროთ და პროგრამა, სადაც მიხვალთ, რომ აი ოკეი, მოვედი, წამოვედი, всё, ანუ მივედი, წამოვედი. და SMS-ები და ზადანები და რაღაცები ჩემსავით კი არ მოგდით Viber-ში და იმაში WhatsApp-ში. მოგდით იმაში, რა ქვია, აი მაგ სამსახურის ტელეფონში, ასე რომ ჩათვალეთ ერთი ნავიგაცია თუ გექნებათ მაგ სამსახურში 3 ნავიგაცია მქონდათ, რომ ვიზახ, ზუსტად ეგ რომ Mercedes რომ ყავდა, ერთი ეს ნავიგაცია, მეორე მანქანის ნავიგაცია და მესამე იმათ ნავიგაცია, თუ რამე მეოთხეს მქონდა ჩემი ხელთან ახლოს, რომ უცებ ეს გამეხსნა მეტრიალებინა იქ-დაკით რა. არის ხოლმე მართლა არის ეგეთი ადგილები, რომ 3 ნავიგაციას მოგეთ ყველა სხვას გეუბნება, ბოლოს შეიძლება 3 დაიღალო ჩამოშდა წადი რა თქმა უნდა შენი თუ იმდენად აირიდნენ ყველა ერთად. ეგეთი შემთხვევაც მქონდა ერთხელ. ეხლა ეს ნახე ვერ ხედავ გზას, აქაც ნახე რა ხდებათ, ანუ არ არის ახალი გზა არის გაკეთებული ეს. ეხლა ხან გახსნეს ატვერპენში არ იყო ეს გზა გახსნეს, ამდენი ხანი ამას აკეთებდნენ და ჯერ არა აქვს ჩატვირთული პროგრამა, არაა განახლებული. რა კაი მე არა მაგ განახლებული, მაგრამ აქ ხო უნდა იმას საქმნან, რა ქვია. აქ ხო უნდა იმას საქმნან. ეს Google იმაში ხო უნდა იყოს გაკეთებული და აჰა ისევ საცობია, აი ანტვერპენი და საცობის გარეშე და გერმანია საცობის გარეშე არ არა. ვერ ნახავთ გაგიჭირდებათ, აი როგორ სუფთად აქვს ხიდები გაკეთებული. საცობია რა თქმა უნდა ისევ ანტვერპენში, მაგრამ კაი მე ჩემყავს დავასრულებ მოკლედ ახლა. აი მოკლედ ახლა მივალ მე-4 დასლაზე და ამიტომ დავასრულებ სავარაუდოდ უკვე არ დავასრულებ. წავედით. აი მეგობრო გამომატარა ახლა მანქანა. მადლობა ჯიგარო. და აი ამ ვიდეოში მოკლედ ამ ერთ დღეში ყველაფერი დაფიქსირდა რა. აი მეგობრებო რაღაცა ისაა რა ახლა. აგერ გაუსვა ეთქობა ტრაილერმა. აი ესეთ შემთხვევაში რა საკეთებთ, რომ არაფერს ესე გვერდზე გადააყენებთ. და ბლანკები ეთქობა ამან მოძდო თუ რა მოხდა ვერ გეტყვით, მაგრამ ნუ ცუდია რა. უსიამოვნო მომენტია მართლა ახლა ეგეთი რაღაცა შეიძლება მოუვიდეს ვიღაცას, მაგრამ აი დაზიანებაში გულისხმობდი ხა მაგას, რომ აი გვერდზე ვერ ნახე რაღაცა განსაკუთრებული ფარი ზონები აქვს მანქანას ეს და ეს და აი ეს კამერას მაგითო მიყენია აქედან ეს ინგლისისთვის მიყენია, იქიდან წრეზე რო შევიდე პრინციპში, მაგრამ ხო და ეგეთ მომენტში ბლანკია ამოიღეთ შეავსებ და შეიძლება ასპატრული მოვიდეს არაფერი და ან შეიძლება მოვიდეს და იდეაში არც დაგაჯარიმონ არაფერი, უბრალოდ თუ მორიგდით კაიობით გითხრან რა. ეს უკვე ახალი Tesla რესტაილინგი. სტოპები სხვანაირი აქვს უკვე. ესე იგი მაინდა წინა სტოპები სხვანაირი აქვს. ხო და მოგეთ რაღაც ბლანკია იმას შეავსებ სამსახურს რა თქმა უნდა დაურეკავ და შეატყობინებთ რომ ეს ესეო. არ არის მეგობრებო რა თქმა უნდა სასურველი ვინმეს რამე თუ მოვიდა, მაგრამ არ შეშინდეთ რა, ანუ აქ თუ რაღაცა ხდება, ძირითადად აი ესეთი პატარა წასმა წამოსმები. აქ აი თითქმის ვერ ნახავთ თქვენ რაღაც სერიოზულ ავარიას, აი თითქმის ვერ ნახავთ. კი ყოფილა რა თქმა უნდა ხა იმდენი მივლია მინახია კაცო, მაგრამ ძირითადად აი როგორ გითხრათ, აი თუ ნახავთ 100 ავარიას, დაჟე 100 ავარიას, ხო აი 100 ავარიას თუ ნახავთ, 100-დან ერთი იქნება ის რა ქვია. ერთი იქნება ცოტა ისეთი, აი შეჯახება რასაც ქვია და დანარჩენი წასმა წამოსვის გამო თან ხო არ გონიათ რაღაცან გადმოვარდებიან და რაღაცა რა ქენიან, გიდა კაი მანქანა იყო. დაждებიან ჩაულებად ლაპარაკობენ,
ოღონდ ჟილეტი უნდა ჩაიცვათ. მანქანა რომს გაგიფუჭდეთ ან იმას აკნას რა ქვია. რაღაცა ის იყოს ჟილეტი უნდა ჩაიცვათ. მანქანა უბრალოდ საბურავი რო დაგეშვათ, წესია აქ ესეთი რომ 2 ევროზე ჟილეტი ყველგან. 2 ევროიანი ჟილეტი უნდა ჩაიცვათ მეგობრებო. გედოთ მანქანაში, ეხლა ჩვენ ყოველს გვაქვს ხოლმე ეს წვანე ჟილეტები და გადახვიდეთ ამ გზის იქით და იქ დაელოდოთ. ეგეც წესია ხოლმე აქ. მოკლედ რამე რო იყოს, ეგრევე გადაკეტავენ ხოლმე ყველაფერს, პატრული მოვა, ის მოვა და ზიანა ლაპარაკობენ ერთმანეთში, რავი, ქეციცინიან, ქეც ყველაფერი რამდენი ეგეთი ფაქტი მინახია. აი ეს არის მეგობრებო, აი ეს გვირაბი მაგალითად არის ანტვერპენის გვირაბი და გადაერით გავლა არ შეიძლება მეგობრებო. ეხლა ჩვენ გავდივარ წყლის ქვეშ. აი ეს არის წყალი. ეს არის წყალი ეხლა. და წყლის ქვეშ ზოგადად ძალიან ბევრჯერ დავდივართ ხოლმე. და ინგლისში საერთოდ ალბათ ჯერ ეგ ვიდეოები არ მექნება ავტორთული, რომელსაც ავტორთავ, მაგრამ იქ საერთოდ ოკეანის ქვეშ გავდივართ ხოლმე მატარებლით. ინგლისში სახმელეთო გზა არ არის, როგორც მოგეხსენება და ოკეანის ქვეშ ჩადიხარ ერთი პერიოდი ყურების გიგუბდება. ხოდა ეხლა პროსტა წყლის ქვეშ გავდივარ, თავით რო გავდიოდი ცოტა ისე დავიძაბეთ რა, ეხლა მეც რო არ ვიცოდი. თავიდან საერთოდ მე პატარა მანქანით გავედი, იმაში თურქეთში ვიყავით, მაგრამ მეუღლესთან ერთად რო ჩამოვედით და ეს რაღაც ტრაილერთან და მეუღლე დამეძაბა რა და მეც იქ მახსოვს რომ თურქეთში დავიძაბე და აი ოკეანის ქვეშ უნდა გახვიდეთო და ტრაილერით ხა მატარებლზე რო ავედი მე მატარებლიდან ჩამოდიხარ რა თქმა უნდა და იქ პირველ ვაგონში ჯდები მძღოლების ვაგონში და ჩაულებად მატარებელს გზავრობ რა ტრაილერი უკანაა მისაბმელს მაგათაც განახევთ მე და ცოტა ისეთ შეგრძნება არა ხა რო იცი რომ ჯერ ოკეანე და მე ოკეანის ქვეშ უნდა გახვიდე რაღაც ჩახვიდე ქვევი და გადახვიდე ხო როგორია თო მაგრამ არაფერი რა ის ერთი პერიოდი რაღაც მომენტში ყურები გიგუბდებათ მაგრამ დაამტკნარებ და ვსიო გაიხსნება ყურები და მორჩაი მატარებელშიც არის ხოლმე უფასო ყავა და ძირითადად ეხა ჩვენ ორი ეკიპაჟიანებზე ზღმან სხვანაირად გვიცედა და ვიზინებდი ხოლმე მატარებელში ბევრი ხანი არ უნდა მატარებელს დაახლოებით 25 წუთი უნდა სულ მატარებელს დაძვრიან ჩამოსულიანად რა და გემს 2 საათი უნდა მარტო რომ იმგზავრო გემი ნელამიდის ხო და მატარებელი უფრო ჩქარია მაგრამ გემი გაია კომფორტულია უფრო საჭმელიც არის იქ რაღაცა მოსასვლელი განახებთ მე მაგას ყველაფერს მაღაზიაც არის შიგნით და რა ვიცი ყველაფერია შიგნით მოკლედ მე რა გემითაც დავცურავ საშუალო გემები არის ეგენი არის უფრო პატარების რომელთაც მე არ მიცურია ჩემ მეგობარს უცურია რა ვიცი 20 მანქანით გავოდა ჩემ გემზე დაახლოებით 100 მანქანა 200 მანქანამდე ეტევა და არის გემები სადაც 400 მანქანა ეტევა იქაც მიცურია რა თქმა უნდა მიმგზავრია ის ძალიან დიდია და იქ 9 საათი გინდა მგზავრობა და იქ საკუთარ კაიუტაც გაქვს იმიტომ რომ 9 საათი მიდიხარ რომ დაიძინო რა მოკლედ მაგ ყველაფერს ნელ-ნელა ეტაპობრივად განახევთ მეგობრებო მაგრამ ამ ერთ ვიდეოში მოკლედ რა ცუდია რომ ეს ამათ 100-იან რაღაც მოვიდათ, მაგრამ ამ ერთ დღიან ვიდეოში ხა მე რაც დავაფიქსირე მეგობრებო აქ ხო? ჩათვალეთ რომ აი ხა თქვენ ჩემს გვერდით ზიხართ აგერ და უბრალოდ გელაპარაკებით რაღაცებს და გაჩვენებთ რაღაცებს. ეს არის სტაჟირება მეგობრებო. აი სტაჟირებაზე ზოგს ვერ წარმოუდგენია რა არის სტაჟირება. ეგ არის მეგობრებო სტაჟირება, მეტი კი არაფერი. ზიხართ ჩემ გვერდით და გეუნებით, ანუ ჩემს გვერდით ვერ მოხვდებით თქვენ, იმიტომ რომ ისა რა ქვია თქვენ ახლა ინგლისის ვიზა არ გექნება და მე აქ ბელგიის რეისებზე კიდე სულ ან მე-5-ჯერ ან მე-6-ჯერ ვარ, მაგრამ პერიოდება ხოლმე და სათვალე მიგეთია ეხლა და არ ჩანს ხოლმე კარგად. აი გვირაბებში მეგობრებო, ახლა რომ მოდიხართ რა ხან მოყავხართ, ესე იგი გადიხართ, მაგრამ სიმაღლეს ისედაც აღიქვავთ თქვენ აქ რა არის სიმაღლე და რა არა. მე ახლა ძალიან ისე მაქვს თვალი შეჩეული. ზოგადად თბილისში სამსახურები მქონდა რაღაცეები რომ თვალით რა ვიცი სანტიმეტრები რა ის რო გაგეხაზათ, რამდენი აი ამ ხელას რო გაგეხაზათ, გეტყოდეს რამდენი მილიმეტრი იყო და ჩემი თვალი სხვანაირად აღიქვავს, მაგრამ ეხა აქ რო ეხა აქ ნებისმიერი აღიქვავს რომ 4 მეტრზე ეს ბევრად მეტი არის, ხო ეს გვირაბი. და ეხა მე ისევ ანტვერპენში შემოვედი, ეხა უკვე სხვა მიმართულებით ქალაქში. ეხა ისევ გარეუბანში ვარ, ალბათ ლილოსკენ ვარ ეხლა, რა ვიცი, ნახოთ აბა შევადაროთ. მე როგორც გითხარით, ეხა ინგლისზე რო ვარ, უკვე აღარ მიწევს ისე ძალიან თორე. ჩემ მეუღლესთან ერთად რო დავდიოდი ესპანეთში, რა ვიცი, იტალიაში, ისეთ ადგილებში დავდიოდი, რომ აი კაკრას ესე იყო ხოლმე პატარა შესასვლელი, აი 300 მეტრიანი, 200 მეტრიანი შესასვლელი, სადაც იქით უნდა მოგევლო, ხანდახან იყო, რა ვიცი, 27 კილომეტრი, 30 კილომეტრი იყო მოსავლელი გზა.
და მაგ 700 მეტრიან გზაზე შემსულ არ ხოლმე, რა ვიცი, დაჟე რო გადიხარ და რო ხედავ, რო ეგერაა გვერდზე, აი ბოლოში ხედავ ცოტა შორს, მაგრამ ხედავ და გამივლია და რამე გამივლია კაფე და რაღაცები იყო იმ წინა YouTube კანალზე, რომელიც რაღაც კონტენტის გამო თუ რაღაცა მის და მუსიკა იყო ეთქობა რაღაცა ატურთული, არც ვიცი რის გამო დაბლოკეს, ვერც გავიგე და ვერც აღვადგინე, თუ იქ ძალიან ბევრი რაღაცა მქონდა მეგობრებო, ყველაფერი რასაც ლაპარაკო და რასაც აწი მოგიყვებით, ის იქ მქონდა გადმოცემული 5ჯერ და 10ჯერ და ესე გამივლია კაფის იმაში რო არის ხოლმე. ზედ ქუჩაში რო ალაგებენ და ასე ხალხი რო ზის ხოლმე, აი ესე ჩამივლია რამდენჯერ ეგეთ ადგილებში. ტურისტულ ზონებში რამდენჯერ ჩამივლია, პლაჟთან რამდენჯერ ჩამივლია. ინგლისში ერთი ადგილი მაქვს, მაღალ ადგილას, საერთოდ ტრაილერს ვაჩერებ, როცა გემზე ვერ ავდივარ და დრო მთავრდება და გადმოსახედი მაქვს, პირდაპირ ოკეანეს უყურებ, წარმოიდგინე და ძალიან ბევრი კაი მომენტებია, როცა სხვადასხვა რეისებზე დადიხართ რა და ეხლა მე უკვე ისაა, რა ქვია, ეხლა მაგალითად ეს ნავიგაცია მიჩვენებს, ხედავთ მეგობრებო აგერ. იქით გადადიოდ ეს წყვეტილი ზოლი როცა არის, ამას სხვა ვიდეოებში ვიტყვი ხოლმე, მაგრამ ეს წყვეტილი ზოლი როცა არის, ესე იგია გადასახვევია, ეს წყვეტილი ზოლი თუ დააკვირდებით, პატარა წყვეტილი ზოლია, ასევე არის ფართე წყვეტილი ზოლები. და იშვიათად არის ხოლმე კიდე უფრო ფართე და ახლო ზოლები, ეგ რამდენიმე ქვეყანაშია, მაგალითად საფრანგეთში, ესპანეთშია, აღმართზე არის ხოლმე და ეგ ფართე ზოლებიც ნაკიც არის, რა თქმა უნდა, რომ შენ იმ ფართე ზოლში უნდა დადგე ტრაილერი. მაგრამ იმ ფართე ზოლებით მე გამომიჩნდება კაცი, ხა ყველაფერს ეს ერთმანეთს ვერ მივავალ, ძალიან ბევრი დრო ჭირდება მეგობრებო ამის დამონტაჟებას და ამის რაღაცებს და რამხელა ვიდეოები გამოდის, კი ხედავთ ხო? მაგრამ აი ხო გეუბნებით, ეს დიდ ვიდეოები იყოს და ვისაც სტაჟორად დაუჯდებით, ჯობია, მაგრამ ამდენი გელაპარაკოთ, ვიდრე ზოგი მძღოლი ჩამოდის და მასწავლებელს თვითონ არაფერი არის, იმიტომ რომ თუნდაც რა ვიცი, 1-4 თვის ჩამოსულია და ზოგს არა აქვს ეს გადმოცემის უნარის მეგობრებო, ხვდებით, ანუ ფიზიკურად შეიძლება უნდადეს რაღაცა გადმოგცეს ტიპს, მაგრამ ვერ გადმოგცეს რა და ჯობია ამდენი რაღაცა და გზელ ვიდეოებს უყუროთ, ეხლა თქვენ რაც ამ ერთ ვიდეოში ნახავთ, აი მე დამიჯერეთ მეგობრებო, აქ ბევრი ვიცი რომ ამდენიც არ უსწავლებიათ იმ ერთ კვირაში და ორ კვირაში და სამ კვირაში სხვებს, იმიტომ რომ ამდენი სიტუაციაც არ ქონიათ, რომ სხვადასხვა რაღაც 4 დაცლა და რაღაცეები. ხო და დღეს ახლა მე რა არ განახეთ, ცემერი არ განახეთ, შეიძლება ცემერის ვიდეოთ ჩავსვა პრინციპში, თორე ცემერიც რო დაამატოთ ახლა ამას და რომელიმე საზღვრის გადასვლა, თქვა ან შვეიცარია, ან ინგლისის გადასვლა, მე თქვენ აქ ახალს ვერაფერს ვერ გაიგებთ. სხვადასხვა სიტუაცია იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ ახალს ვერაფერს ვერ გაიგებთ. და ამიტომ გამომდის ხოლმე ასეთი გრძელი ვიდეოები და ძალიან ბევრი ჭირდება და ხანი გამომასიზავს, ხანი მე შეიძლება რაღაც აქ ვერ თქვა მეგობრებო და იმ რო ვერ თქვი ის მნიშვნელოვანი შეიძლება ერთი ვიდეო საერთოდ ვერ შედგეს და ეს 2-3 საათი რაც გადაიღე, რომელსაც მე ამონტაჟებ და საათზე დაგყავს როგორღაც გამოდის რომ ყველა გადაგიღე ამდენი მნიშვნელოვანი რაღაცა რაც თქვი წაგეშალან თურმე არ გადაუღია ტელეფონს. აი ესა აქ უკინან გიყურებს კამერა. ხო და ის ფართე ზოლები მოკლედ არის, სადაც აღმართი რო იწყება დიდი ტრაილერები ხოლმე დატვირთულები ჩქარა ვერ ადიან იქ და ზნაკსაც ნახავს რა თქმა უნდა. და მე იმას ვიზავთ რა ქვია. ეგრევე გადახვალთ ხოლმე ამ ზნაკებს უკვე აქ ყურება აღარ დაგჭირდება თქვენ თქვენთან დაამოყანთ. აი ფართე ზოლები რო არის და ეხლა როგორც აქ შეიძლება წვრილი ზოლები არის, წყვეტილაში სახვევია, ანუ აი ეს წყვეტილი ზოლი და ისინი აქ განსხვავდება. და უკვე აღარ ზგინდათ ამ ზნაკების ყურება, ბევრ რაღაცაში ზნაკებს სულ უნდა უყუროთ, მაგას ხო არ ვიძახი რა თქმა უნდა, მაგრამ უკვე ვიზუალურად ხვდებით რაღაცებს, ნავიგაციასაც უკვე აღარ უყურებთ ხოლმე და თქვა ისევ ზნაკებს ახლა იცი რომ თქვა მიდიხარ რა ვიცი პირობითად ანტვერპენიდან ბრუსელში. ბრუსელის ზნაკებს უკვე უყურებ და ავტომატურად ხდება ეს ყველაფერი უკვე სულ ასე არ ხარ აქით რა მაგის თქმა მინდა. ნავიგაციაზე რა თქმა უნდა სხვა ფაქტორებია მეგობრებო, მაგრამ ყველაფერს ჩემ ვიდეოებში თუ არ დაგეზარება თქვენთვის არის მეგობრებო კარგი. თქვენთვის თქვენ ჩემს ვიდეოებში რაც ნახავთ და რასაც გაივლით, აი მე დამიჯერეთ ამაზე მე თქვენ აქ ვერაფერს ვერ გაიგებ და ამის ნახევარსაც ვერ გაიგებთ, აი ვინც ჩამოხვალს მე დაარწმუნდებით. შეიძლება უბრალოდ ადამიანმა ვიმეორებ რომ ვერ გადმოგცეს, შეიძლება უბრალოდ არ გაგიმართლო და ის ადამიანი აი ეს მოვალეობის მოხსის მიზნით იყოს და ანუ ერთ კაბინაში კი იჯდებით, მაგრამ ის თავის იჯდება, თქვენ თქვენს იჯდებით. ეგეთი მომენტებიც არის ხოლმე მეგობრებო კი. აქედან ერთი შემთხვევა შეიძლება ეგეც დათვალა, შეიძლება არ გაგიმართლოთ, ვერ გაიგებთ, მაგრამ ეგეთ შემთხვევაში თუ რამე ბოლო-ბოლო შეგიცვლიან, ეგრეთ ყოფილა, ხა ქართველი გოგო რო ჩამოვიდა, მაგალითად იმან შეიცვალა. მე შეიძლება მომიწიოს ერთი და იგივე რაღაცის გამეორება, მაგრამ ეს თქვენთვისვე იქნება
მეგობრებო, კარგი ხა, მაგას მე ყველაფერს ესე ვერ გავაკონტროლებ და ვერ დამიმახსოვრებ, თქვა სპენის გახსნა დაკეტვა თქვენ ამჯერ განახეთ, მაგრამ რაც ბევრჯერ განახეთ, აქაც რომ მოგიწიოთ ერთი კვირა, თქვენ ერთი კვირა სულ მე რომ კეტავს მენას ამ თქვენი ინსტრუქტორი რომ კეტავს მენას უნდა ადგე და უნდა აუყუროთ, მე დაგაკეტინებთ, ერთხელ გაყურებინებთ, მეორჯერ მე მესამჯერ თქვენ დაგაკეტინებთ, მე ტახოგრაფს ბარათებს შეგაცვლებინებთ, თქვა ამოგაღებინებთ შემიერს დაწეს, მე თქვენ და დაგაწერინებთ, შეგეშლებათ ის გააგრძელებს და ასე ნელ-ნელა იმაშვები და იგივეა ჩათვალეთ რომ თუ ერთ და იგივე რაღაცას ვიმეორებ, ეს ხო თქვაო, ესე არ თქვათ, მეგობრებო, იმიტომ რომ თქვენთვისვე არის კარგი, ხო ხდებით. ვისაც ეხა ერთი მოსვენი შეგიძლიათ ყველაფერს ათვისება, აი ჩემგან ის რა ქვია, რესპექტი, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ ბევრს არ შეუძლია ეგრე, ბევრჯერ უნდა უყუროს და რაც არ უნდა თქვენ ჩემ ვიდეოებს უყუროთ, მაინც სადრობ მოხვალ და პრაქტიკაში გააკეთებთ მაგას, ხო? ხო გემოვნებთ, ლილოში ვარ მეთქი, როგორი მასშია დასახლებაში, აქ ადრეც ყოფილა. თან ბევრჯერ ავი, აქითაც გქონია დაცლები, აქითაც გქონია დაცლები. ასე რომ ეგრე მეგობრებო, უყურეთ, ნაკლებ ინფორმაცია, ჯობია გქონდეთ მეტი ინფორმაცია. რამე რომ დაგჭირდეთ, მე ამოგიტიტვიდება თავიდან, აი რაღაცა რომ ვერ გაიხსენო და რაღაცა, აი მე გაგახსენდებათ ბოლო-ბოლო ჩართავთ ამ არხს და რავი, გაახო და უყურებთ ბოლო-ბოლო საქმე რო არ გეკნება თქვა და გაიხსენეთ თქვა ის ტახოგრაფი იმაზე რა, პარომი რა არის, აუტი რა არის, ბევრი ფუნქციები აქვს, ხო ეხა ამას რა ქვია. ტახოგრაფს და სხვადასხვა, მაგრამ ძირითადად რაც ხდებათ, იმაზე ვილაპარაკებთ ჩვენ და იმას ნახავთ ხოლმე. მაგრამ საბოლოო ჯამში ხა მე თუ მომიწია ისე რომ 1-20 ვიდეო ავტვირთე, მაგ 20 ვიდეოში სავარაუდოდ იქნება ყველაფერი, რაც თქვენ აქ უნდა გაიაროთ, აი 90% მაინც. ასე რომ ჩვენ კიდე დაგვჭათ 14 კილომეტრი და წავედით, მივედით დავცალოთ მე-4-ს. შუქნიშანზე რო გაჩერდებით, ყოველთვის მეგობრებო, ტორმოზით არ დადგეთ ხოლმე, ყოველთვის დაარუჩნოვეთ მანქანაში. ეს შემთხვევაში ეს რო რეტარდერი არის, რეტარდერი ეს ანუ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე პოზიცია და კიდე კნოპკა აქვს. ანუ ამას რო ჩამოვარტყავთ ეს რეტარდერის გარდა კიდე აგერ აქვს მოსაჭერი და აღმართზე ან რაღაცა შეგიძლიათ ესე დაიკავოთ. შეგიძლიათ რუშნოით სიხმაროთ, რა შეჭირდება, არა, არაფერში არ ჭირდება ისეთ განსაკუთრებულში, მაგრამ ხანდახან არის რომ რუშნოით დარტყმას ხო დრო ჭირდება მერე დაცლას და ეს უფრო ჩქარაშვება ხოლმე რა, მოკლედ რა. ხო და ყოველთვის იმას ქენით, რუჩნოით დადექით ყველა გაჩერებაზე, რამდენჯერაც არ უნდა გაჩერდეთ, ეხლა თუ ესე ჩერდები და მალ-მალე მიწევთ, კიდე ხო, მაგრამ ხანდახან არის მომენტი, რომ ისეთი მოძრაობები აქვს ამ ტრაილერს, რომ არ იგრძნობა ხოლმე, შეიძლება ოდნავ უკან დაგიგორდეთ, ეხლა ძალიან ოდნავ არის აქ დაღმართი, ხვდებით? ხო და შეიძლება მე ვიღაცა მანქანა შემთხვევით ახლო მოვიდა და იმას გიზავთ, მიაწვევით რა. აგერ მოტოციკლეტებს მოკლედ მაინც ჩემი სუსტი წერტილია, მაინც ვაყოლებ ხოლმე თვალს რა და არ უნდა გააყოლოთ ეს მოტოციკლების თვალი ადამიანმა, მაგრამ მაინც ვაყოლებ ხოლმე BMW-ს მოტოციკლებს. ხო და ნავიგაციაც აი ნახეთ მეგობრებო, ისევ გეუბნებათ ყველაფერს აქეთ ამ ხარე ჩამქრალია. ჩემი სამი ზოლი ეს არის. ასევე ხშირად არის, აი ხა ის სასაჩვენებს, ანუ ეს ზოლი ვიწროვდება, ეხა აგერაც არის ნაკები. აქ ბევრი ისეთი ზნაკია, რომელიც თქვენ საერთოდ არ ქონია საქართველოში ნანახი და არ არის ფიზიკურად მანდ, მაგრამ ზნაკებში თვალს რომ მიაჩვევთ, მე რო უკვე აი წირო იყურებით უბრალოდ, გვერდზე თვალიც მოხდება იმ ზნაკს ავტომატურად და მე ბევრ ზნაკს აქ ნახავ და თვითონ ის ზნაკის რან გასაგებად გეუბნებათ ხოლმე ყველაფერს. ამ წინასწარ რამდენიმეჯერ მეორდება ხოლმე ეს ზნაკი როგორც წესი რა. და ამ ნავიგაციასთან შედარებით ეს უფრო ადვილია მეგობრებო. აქ ეხა მარტო ამას აჩვენებს ისევ და რაღაცებს და ხშირად შეიძლება ვერ გაიგოთ აქ რა ხდება და ეს იმდენად აქ რაც არის სურათი, მაგალითად ეხა აქ ხო არის ლურჯი ზნაკები, ლურჯად აჩვენებდა, ხედავთ? მწვანეც იყო მანდ. ეგეთი მწვანე ზნაკებია, ჩვენთან აქ რაც ლურჯი ზნაკებია, თქვათ ანტვერპენი აქ ესაკი. ეგეთი იტალიაში მწვანეებია და მე გვერდზე გადასახვევები თეთრებია, მაგალითად აქაც არის ლურჯები და თეთრი ზნაკები რო გასახვევ. ზუსტად იგივეს ხატავს ესეც, ლურჯს და თეთრს. ანუ მარტო ისრებს კი არ ხატავს ესე, ზუსტად რაც იქ არის, იგივეს გიხატა და ბევრად მარტივია თვალის აღსაქმელად, გარდა იმისა, რომ აი აქაც წვრილი ზოლებია მეგობრებო, ხედავთ ეხლა რომ მივდივარ, აქ უკვე ვიცი, რომ ეს გზა სადღაც გადადის. აი ხა აღარ გინდათ ამ ნავიგაციის ყურება და ის როცა იცით რომ პირდაპირ მიდიხართ, ეს არაფერს არ გეუბნებათ. ჩვენი ზოლი რა ხან ყოველთვის აქით ამ ხარეა ხოლმე, არ ვდგევართ ამ ზოლში, იმიტომ რომ აგერ წვრილი წვეტილი ზოლებია, ხვდებით? და როცა ფართე ზოლებია, ის კიდე ესე იგი რაღაც შესახვევია. ან შეიძლება იყოს ფართე ზოლის და წვრილი ზოლის, ესე იგი მანდ ორია უკვე გადასახვევი. და მოკლედ ეს გარდა იმისა, რომ სიმაღლე რაღაცა ADR-ის და რაღაცებს ამ დიდ მანქანის ნავიგაციას რო ვეძახით, დიდი მანქანის მარშრუტზე დაყავხართ, სულ რომ იგივენაირად ამასაც გქონდეს დიდი მანქანის ფუნქციების საყვანი, ამით უფრო მარტივია, ჯერ დიდია მონიტორი. და მე კიდე ისე ხატავს და ისე გეუბნება ყველაფერს, რომ
დროს მაგალითად აგერ რომელ საათზე მივალ, რამდენი კილომეტრი დამჭა ეს გეუნება, რამდენი კილომეტრი დარჩა და რამდენ ხანში მიხვალ გეუნება ეს. მაგრამ ეს გეუნება რამდენ ხანში რომელ საათზე მიხვალ, იმიტომ რომ ხანდი ხან შეიძლება დისპეჩერმა მოგწეროთ, რომ დაახლოებით რომელ საათზე იქნებით, რომ იმან მერე რომ დაიცლები პლუს 1 საათი თქვა დაამატოს და მერე თვითი გათვალოს, რომ კიდე აიღოთ. აი გადასახვევი იყო მეგობრებო აგერ ხედავთ. და ესეთი პატარ-პატარა ნიუანსებია, რომელიც თავიდან შეიძლება ყველაფერი რაღაცის მოგეჩვენოთ. ეხლა ხო შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ხო გადასახვევია მერე რაო, მაგრამ აი რომ მოხვალ თავიდან ნახავთ ის გადასახვევი რამდენჯერ აგერევათ რაღაცეებში და რამდენჯერ სხვაგან გადაუხვევთ. ეხლა ეს ბევრ რაღაცას აღარ მეუნება, იმიტომ რომ ლაპარაკის ფუნქცია მაქვს შემცირებული, ანუ მინიმალურზე მყავს დაყვანილი. შეგიძლიათ საშუალო დონეზე ალაპარაკოთ, შეგიძლიათ სლათ ლაპარაკოთ და ყველაფერს გეუნება, რომ წინ ეს არის, წინ ის არის, ეხლა ესა და ძალიან ბევრს ლაპარაკობს რა მოკლედ. თავიდან თუ გინდა ეგრე დაიყენეთ. მაგრამ ეხლა ძირითადად რაღაცებს იძახის ხოლმე, გვირაბი თუა, რადარი თუა და საზღვარო თუ რაღაც ელემენტარულ რაღაცებს იძახის ხოლმე ეხლა, თორე ეს შეგიძლიათ ჩაულებროთ ალაპარაკოთ, რა ვიცი. ერთი ვერ დაუსვათ შეკითხვას, თორე ის რა ქვია, GPS სიგნალი დაიკარგა, ნახეთ, არის ხოლმე შემთხვევა, ბევრგან გვირაბებია, შვეიცარიდან რო გადმოდიხარ გერმანიაში გვირაბია და მერე ნაკებს უნდა გამოყო, იმიტომ რომ GPS სიგნალი გვირაბში არ არის ფიზიკურად, ეს რა გვირაბია, გვირაბები არის, 17-20 კილომეტრიანი გვირაბები და კიდე მეტი გვირაბები არის. და არის გვირაბები პარიზში მაგალითად რომ მოხვდებით, გააჩნია პარიზის რომელიღაცა მხარეს, იქ თუ მოხვდებით, იქ იწევთ სულ გვირაბებში ჩავსვლა, ამ გვირაბებში არის კიდე გადასახვევები. და აი ხანი ვერ გამოდიხართ მაგ გვირაბიდან, თქვენ ხო არ გინდა ჩახვიდეთ და გამოხვიდეთ უცებ. და იმ გადასახვევებში მე როგორ ზნაქს უნდა გაყვეთ. თორე რო იცით რომ პარიზში მოვდივარ, აგერ ჩავედი გვირაბში და პირდაპირ გააგრძელებს და სინამდვილეში უნდა გადავიხრი და დასვლა ქონდათ რაღაც იქით ამემართულებით, ხვდებით? ამიტომ GPS სიგნალს კარგავს ხოლმე ეს რა ბუნებრივია ეხლა, ხო იმაში დაკარგავს სიგნალს. რა ქვია, გვირაბში. და ბევრი სხვადასხვა ნიუანსები გაქვთ მოკლედ. და ამას პლუს ის აქვს, რომ გიწერს გვირაბში რამდენი კილომეტრი შეხედვით, ვთქვათ 10 კილომეტრიან გვირაბში გიწერს, რომ 10 კილომეტრი მერე დარჩა 9, 8, 7 და ის მაინც გეცოდინებათ ბოლო-ბოლო, რომ აი რამდენ ხანში გამოვალ ამ გვირაბიდან ბოლო-ბოლო. აი ისე წყვეტილი ზოლი, ისევ გადასახვევი აგერ. ერთ გადასახვევი ჩამქრალი. ეს სხვანაირად აჩვენებს, ხვდებით? აი ხა ამას რომ შეხედო და უცებ ვერ აღვქვათ, აგერაც გადასახვევია, აგერაც და შეიძლება შესდეთ. ეხლა ამას ხმა არ ამოუღია, მაგრამ თავიდან რომ ჩამოხვალ დაძაბულები იქნებით მეგობრებო, ეხლა სად არის ამდენი მოძრაობა იქ ხო და რომც იყოს, ვერ გექნება თქვენ იმდენი შეხება, რაც არ უნდა საქართველოში ბევრი ის იყოთ, რა ქვია, ნასიარულები იყოთ, ამდენი გადასახვევები და ისინი, ეხლა მე კიდე აქ არ მომიწია, მაგრამ არის ბევრი ქალაქები, სადაც აი დაკლაკნილია, მოკლედ ავტობანები და ხიდები ერთმანეთში, მოკლედ უბრალოდ ერთი თვალი რო გადაავლოთ, ამასობაში შეიძლება ეგერ იქამდე მიხვიდეთ და გადასახვევი მოგიწიოთ უკვე. და ბევრი სხვადასხვა რაღაცაა და ამას ეხლა არ უთქვია გადაუხვიო, მაგრამ ხანდახან არის რომ გადაუხვიო გეუბნება და ესეც გეუბნება და შენ უკვე თან თუნდაც ახალი რო ხარ, უკვე მზადყოფნაში ხარ, რომ აი გადაუხვო, მოდი ეხლა გადაუხვო და ამ დროს გადასახვევამდე გადასახვევია და იმ გადასახვევში კიდე შესახვევია, მე ის შესახვევი შეიძლება ესე იყრებოდეს, ან სამათ იყრებოდეს და ბევრი სიტუაციაა რა და ამიტომ გირჩევთ რომ ნავიგაციას ყოველთვის უყურეთ თვალით, აი მაგალითად ეხლა აქ რა ხდება, აქ არ ჩანს, მაგრამ აქ ჩანს რომ ეხლა მე იქით უნდა წავიდე. ასევე წრეზე რო შედიხართ, ყოველთვის იცოდეთ წრეზე რო შედიხართ, პირდაპირ უნდა წახვიდეთ, მარჯვნივ თუ მარცხნივ, ხანდახან წრეზე 4-5 გადასასვლელი აქვს, ხვდებით? გადასახვევი აქვს. ხო და ხშირად არის ხოლმე რომ ამ გადასახვევში კი არა, ეს გეუბნებათ რომ აი შეუხვიე მარჯვნივ და ამ დროს შეუხვიე მარჯვნივ მესამე შესახვევში, ან მე 5 წრეს შესახვევი თუ აქვს, მე-5-ეს შეუხვიე და გირევით რა. ეს გამოცდილებსაც ემართებათ ხოლმე მე კაცო, მარტო თქვენ კი უბრალოდ თქვენ ბევრჯერ დაგემართებათ თავიდან და გამოცდილებს მე იშვიათად უბრალოდ აი რაღაც სხვა რაღაცას ყურადღებას თუ გადატანილი აქვთ რა. და ყოველთვის უყურეთ ნავიგაციას ვიზუალურად, აი ეს რომ მიდის, ეხლა უკვე ვიცი რომ იქით უხობს, ხო? ეხლა რომ მოვდიოდი, ნახე რომ აქ უხობს, აქ რომ ამოხვალ, თქვენ შეიძლება აქ გზაჯვარედინი იყოს, გზაჯვარედინზე ორი ზოლი წინ მიდიოდეს, ერთი აქით და ერთი კიდე შეიძლება ცოტა იქით მიდიოდეს, ან იქამდე შესახვევი იყოს, ვერ გაიგებთ რა. და უკვე აქ რომ მოხვალ და სწორ პოზიციას რო არ შეარჩევთ ამ 4 ზოლიან გზაზე, თქვა აქით დადგეთ, წინ წახვიდეთ თუ იქით დადგეთ. მერე უკვე ვეღარ წახვალთ ვერცად, იმიტომ რომ წინას არ ქონდათ შეხედილი, სად უნდა გადასულიყავით. ამ ბოლო-ბოლო ესე მოკიდეთ ხელი და ოდნავ დააპატარავეთ. თავიდან ვიძახით, თორე მერე კი არა, კაცო. აი ხა მაგალითად დავაპატარავეთ, ჩემი დაცლა ვიცი რომ დაახლოებით აქითა. ამიტომ ეხლა მე ყურადღებით ვიქნები უფრო აქითა მხარეზე და აქ საერთოდ არ მაინტერესებს რა ხდება. მაგრამ იქ რომ მიდიხარ და რო არისით, შეიძლება აქითაც იყუროთ, აქითა წინაც უკანაც მანქანა არ მადგეს და თავიდან ხო არის ბევრი რამე და ესე ხო არ ფლოთ მანქანას, არა ამხელა მანქანას. ყოველთვის უყურეთ ვიზუალურად თავიდან ბევრჯერ და მე უკვე გაგიჟდებათ და ვსიო, ანუ
მე უკვე გეცოდინება თან ახლა ხშირად რომ მოხვდებით ხოლმე ერთი აიგი ადგილას თქვენ შემთხვევაში უკვე წინასწარაც გეცოდინება რამდენი ადგილია ახლა ისეთ რომ უკვე აღარც უყურებ ხოლმე რა რომ ახლა ინგლისში უკვე ზეპირად ვიცი ხო ამ სამსახურს თქვენთან რო ვიყავი მაშინაც სადაც დავდიოდი 2-3ჯერ 5ჯერ მიწევდა ყოფნა ახლა 2ჯერ რომ მიხვალ უკვე დაგამახსოვრდება შესასვლელი სადაა და ყველაფერი სადაა ახლა გადავალ ხიდს რაღაცას და მოკლედ რო გითხრათ სწავლება ეგ არის მეგობრებო ესე ზიხართ და ეხლა რასაც უყურებ და რასაც ვაკეთებთ ბოლო-ბოლო თქვენი მონიტორს მე ესე ვიყავ ჩემი მონიტორი მასწავლებელსაც ისეთი ქონდა ოღონდ ძველი უფრო პატარა მონიტორზე მე წინ მქონდა დადებული და ის რომ ელაპარაკებდა მეც უყურებდი აქ ნახევარს ვერ გებულობდი მაგრამ ნუ მაინც რაც იყო ვაგიმაშვებოდი რა და ძალიან მიყვარს ეს არხები და განსაკუთრებით ჰოლანდია ბელგიაში ძალიან ბევრი არხების გემები როდაც ურავენ ეს გემებიც მაგრამ მევასება მაგრამ მიზიდავს ეგეთი რამეები გემები თრნამები და ასე შემდეგ რა Через 600 метров поверните налево. ეს ძახის გადაუხვი აქეთ და ეს მეუნება რომ წრე არის. სხვადასხვა რაღაცას გეუნებათ რა. ნახა იმანქანა და უკვე ხედავ რომ შეანელო. აი ამას ძახ შეიძლება გაიჩიტო და ერთი წინ ერთი იქით ერთი აქეთ. მე რა შევით. აი ხედავთ აქ ეთყობა წრე იყო ადრე და ეს ახალი გაკეთება. ახალი რა შეიძლება 7-8 გაკეთებული გზაა, მაგრამ ვერ არის ამას გონია ხა წრე არის აგრე. ეს გეუნებათ პირდაპირ გადავა. სხვადასხვა რაღაცას გეუნებათ. ის მანქანის ნავიგაცია სხვა, მაგრამ ბოლო-ბოლო მაინც ყველას იქით მეყავხარ. შეიძლება უბრალოდ ამან ისე წაგიყვანოს, ამან ეს წამოგიყვანოს. თავიდან აი გეუნები ჩვეულებრივად იქნება, რომ სხვაგან აქ არ მეხვეწ წახვით რაღაც იქით. მაგის გამო არავინ აგეტყვით არაფერს არის კომპანიები, რომ არ შეიძლება და რაღაცა 30 კილომეტრს და 20 კილომეტრსაც დაძდევენ. მე აი იმ კომპანიაში მეგობრებო მქონდა შემთხვევა ღამენათევი და რაღაცა ვიყავი ამ ორ ეკიპაჟიანზე გიწევს ხოლმე ამ ღამის თევა, იმიტომ რომ ორ ეკიპაჟიანზე ორი მძღოლი 8-9 საათი 18 საათი დარება და ამ 18 საათში კიდე გიღამდება სადღაც. ძალიან გადავიღალე მეგობრებო ერთი პერიოდი და ღამენათევზე რომ მოვედი, მე დავიძინე, რაღაც გამთენია თუ რაღაცა იყო, აღარ მახსოვს და მისაბმელის აღება შემეშალა მეგობრებო და 400 კილომეტრში ჰოლანდიიდან პარიზში წავიღე სხვა მისაბმელი და პრინციპი რომ გავხსენ ისინი მეუნებიან კი, მაგრამ ისო რა ქვია, ეს ჩვენი ტვირთი არ არის, რა თქვენ თქვენი ტვირთი არაა. აი ეგეთ შემთხვევას დამემართა მეგობრებო და 400 კილომეტრზე წავიღე მისაბმელი ტყუილა, უკან წამოვიღე და არაფერი არ ვთქვა კომპანიას. ანუ არაფერი არ ვთქვია რა, თვითონ იქ ისეთი ლოჯისტიკა იყო, რომ იქ ჩვენი პატრონი არავინ არ იყო იმ ვიდეოებში ყველაფერს დეტალურად ვიზახდი მეგობრებო. ჩვენი პატრონი იქ არავინ არ იყო, ჩვენ თვითონ ვიღებდით მისაბმელს, ვიღაცა დაცვის იმედზე ვიყავი, დაცვას უნდა გადაემოწმებინა ეს პლომბი და მისაბმელის ნომერი და რაღაცა, ეს დაცვას ცოტა ისეთი შემხვდა რა საჭკავის ესე რომ ვთქვათ. ჯერ არ იყო, ველოდებოდი, მე სიგარეტს ეწეოდა, მე რაღაცა არის ხოლმე ეგეთების. ხო და ას გათაშრული ჩემი ბრალია მაინც, სხვას არ ვაბრალებ, არ ვფიქრობთ, რაც ხდება, ყველაფერი ყოველთვის ჩვენი ბრალია მეგობრებო. ჩვენი მიღებული გადაწყვეტილებების გამო ხდება ყველაფერი ჩვენ ცხოვრებაში. ჩვენ დღეს რაც ცხოვრებას გვაქვს, ხოლოდ იმიტომ რომ თავის დროზე გარკვეული გადაწყვეტილებები მივიღეთ ჩვენ. სხვა ყოველთვის შეიძლება გიბიძგოს ან ცხოვრება ისიც რაღაცა შემოგიგდებს, რომ ხო, მაგრამ შენ უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. და მე რო არ გადავამოწმე თქვათ ეს რო გადავხედა ნომრებში შემეშალა უბრალოდ სარკინა რო გავხედა რომ ნახე პრინციპი იყო რომ ვაყენებდი 0 და 10 თუ რაღაც ასეთი სხვაობა იყო ეხლა დეტალურად აღარ მახსოვს მაგრამ ეგეთი სხვაობა იყო მეგობრებო და მაგაში შემეშალა მისაბმერსთან ერთ-ერთი რაღაც რო ვაკეთებდი თან რო ვიცოდი რომ დაცვა უნდა ყოფილიყო და რომ შემშლდა არ გამატარებდნენ მაინც ხო აი ესე იმავს ქენი რა მოდუნდი და ყველაფერი მიეწყო ერთმანეთს ჩემი იმ მომენტში დაზარება ჩადი გადაამოწმე ხო იმ მომენტში დაზარება რაღაც პლომბის თემა იყო კიდე ჩვენთან პლომბების ხელი თხელი და მოგეთ ბევრი რაღაცა დაემთხო უბრალოდ ციფრები 10 და ერთმანეთს ის ყავდათ რა ქვია 200-300 მისაბმელი ყავდათ ბევრი მისაბმელები ეყენა ესე და მოგეთ ამერია რა რაც არ უნდა შენ მოგივიდეს შენ იქიდან არ უნდა გამოგიშვან ეგეთი რამე უნდა იყოს მაგრამ არ მოხდა აი მოხდა შემთხვევა რომ ამერია და მე და მეუღლე წავიღეთ 400 კილომეტრზე რაღაც აიფონები და მაკბუკები და რაღაცები ყოფილა შეგინდა არ ვიცოდი და რომ მივედი მეთქი ესეთი ამბავი მოხდა ამის დედა ვატირე ეს რა ჯანდაბის პრინციპია ვხედავ 10-ის მაგრად 0-ია თუ რაღაც 0.90-ის მაგრამ 0.9 არის თუ რაღაც ეს სერია და ყველაფერი ემთხოვდა უბრალოდ ციფრები და ნუ დისპეჩერმა ხათ არ ვიცოდა რომ რაღაც ისინი მძღოლი და რაღაცა ნუ კაიო რაც ხდებაო თან ისე მითხრა კაი რაღაცა ხდებაო ეთყობა მაგის სხვასაც დაემართა მან იმიტომ რომ დიდ ლოჯისტიკაში და დიდ კომპანიებში ბევრი შეცდომები ხდება მეგობრებო თქვენ პირველი არ ხარ და თქვენ რაც არ უნდა შეცდომა დაგემართოთ თქვენ პირველი არ ხარ დამიჯერეთ და არც მეორე არ ხარ დამიჯერეთ ხო და აუ მე აქ უნდა მოვსულიყავი იმ ბიჭ აი აქ უნდა მოვსულიყავი მე როგორც ისი მაგრამ კაი არა უშავს
აი ხა შევყევი საუბარს და გამოვედი, აი აქ უნდა შემოსულიყავი რა ამერე, არა უშავს. არ დაქცეულა მაგითი ქვეყანა, წავალ რაღაც მოტრიალდები, დედამიწა მგვალია, ბოლო დავარწყავ ერთ წელს და ჩამოვალგან. ხო და მოკლედ ეგ პრინციპი ამერია და დისპეჩერმა არა უშავს რა, ხა ცუდია, ხა კაი არ არისო, მაგრამ არა უშავს და არც საწვავის დაკლება, არაფერი ხალხო ეგეთ რამე ჩემთან არ ყოფილა. მოდი ახლა მე აგერ შევალუცებ. ეგერ მოტრიალდები უცებ კოხსა და ლამაზი და მე დავიცლები აგერ. შესტომას მეგობრებო არ უშვებს ის, ვინც არაფერს არ აკეთებს. ვინც რაღაცას აკეთებს, ის შესტომას ყოველთვის დაუშვებს მეგობრებო, ბუნებრივია. უბრალოდ რაც მე ბევრს აკეთებ ერთ და იგივეს ცოტა შესტომას უშვებ, მაგრამ შესტომას ყოველთვის ყველანი დაუშვებს მეგობრებო, ყოველთვის. უბრალოდ ხილად უნდა ვიყოთ მეგობრებო, იმიტომ რომ ადამიანი ხშირად არ არის ხოლმე საღა აზრზე და გეტყვით ახლა რას გულისხმობ, ანუ აი ხა თქვენ რო ამ ვიდეოს უყურებთ. მიდით აბა იმასკენ ეგერ მithმობს ეს. მიდით აბა ახლა ადექი და ხელი ან ფეხი მოიტეხეთ რომელიმე თუ შეძლებთ მაგის გაკეთებას. ვერ შეძლებთ მეგობრებო მაგის გაკეთებას. იმიტომ რომ საღაზზე ხარ და ეგრე იყურებით, მაგრამ ადამიანი საღა აზრზე ხშირად არ არის ხოლმე დღე-ღამის განმავლობაში, ითიშება ადამიანი სხვა ენაზე რო ვთქვათ რა. და აი როცა გაითიშებით, აი მაშინ არის უკვე ცოტა ისეთი მომენტები, აი მოტოციკლებს მე მაგალითად მთელი ცხოვრება მოტოციკლებზე მყავდა და ამიტომ ვერ კიდევაც მე, იმიტომ რომ მოტოციკლებზე არ არსებობს ადამიანი, ან მოტოციკლებზე ორი კატეგორია არსებობს, თუ არ იცით, ერთი ვინც დაიმტვრა და მეორე აწი ვინც დაიმტვრება. წაუქცეველი ადამიანი და დამტვრობას გულისხმობს აქცევით მაინც ან ხელს იტკენთ ან ფეხს რაღაცა ესეთი არასასიამოვნო მოგივათ, მაგას გულისხმობ რა. ხო და აი ხა იმ ხელამოსახვევი ეზნაკები აქ რო არის, მე აქ ვერ შევა. ამიტომ მომიწევს ისევ წინ წასვლა და ვკატაობ ეხლა ამდილი ტყუილა. არა უშავს ვიკატაოთ, არანაირ არც არ გვეტყვის. ჩემი პირადი დრო იხარჯება, იმიტომ რომ იმაზე ვარ. ხო და მოტოციკლებზე არის ორი კატეგორია, ვინც აიქცა და ვინც აიქცევა. ხო და ეგრე დამემართა და აი მოტოციკლები რატო არის საშიში. გარდა იმისა, რომ თქვათ რაღაცა მოტოციკლზე მოგივიდეს და მანქანაში რაღაცა მოგივიდეს, მანქანა სხვანაირად ხარ შეკრულია და ვთქვათ აირბაგი და რაღაცა, მაგრამ იმიტომ ამ მოტოციკლებს საშიში, რომ ჩვენ საღა აზრზე ხშირად არ ვართ მეგობრებო და ვითიშებით. და აი როცა გაითიშები, მაგ დროს თუ სხვა გარემო ფაქტორებმა არ შეგიწყო ხელი, აი მაგ დროს ხდება მეგობრებო ცუდი რაღაცა. თორე საჭეზე შეიძლება გაითიშო, ყველაფერი შეიძლება მოგივიდეს, მაგრამ სხვა მძღოლმა შეიძლება ნახოს რაღაცა ხანდახან ყოფილა შემთხვევა ვიღაცას რაღაცა გაუკეთებია და ხელი ამიკვრია საჭეზე და თქვათ გადამირჩენია ამ რაღაც პატარა შეჯახებისგან ესე რო თქვათ. ხო ყოფილა ეგეთი შემთხვევები თქვენს გექნებოდათ სავარაუდოდ. ხო და აი ამ მომენტში თუ იმ სხვამ არ გაგიმართლა ან მოსახვევია და ხე არის ან რაღაცა არის, ხო? აი მაგიტომ არის მოტოციკლების საშიში. თვითონ ორი ბორბალი და არასტაბილური, ძალიან სტაბილურია მოტოციკლი დამიჯერეთ. ძალიან სტაბილურია. თუ წესი ერთსაბურავი გიგია, წესი ერთ გზაზე დადიხარ. ახლა თუ ასეთი გზაა და 200 ჩიხვედი სადღაც, მაშინ მაგას არ გულისხმობ, მაგრამ ზოგადად ჩვეულებრივ გამოყენებით, მანქანა და ჩვეულებრივად იგივე ტრანსპორტი არის, უბრალოდ ორი ბორბალი აქვს. მაგრამ ისე რომ პროსტა ორ ბორბალზე წაიქცე, მაგის გამო არა, მეგობრებო. უბრალოდ ბევრჯერ არ ვარს საღონებას და ვკარგავთ იმას, რა ქვია. ყურადღებას ესე თქვა და გაფანტული გვაქვს ყურადღება და აი მაგიტო აი მოტოციკლეთის საშიში ხოლმე და მხოლოდ პირველ რიგში უბრალოდ. აი მოკლედ მოვედი აგერ და ეხლა დაურეკოთ ჩვენ ამ ჯიგრებს რომ დაცლა გვაქვს. მეუბნები რომ დაცლა მაქვს. დაცლა ატუთვაძეს რა ვიცი გერმანიაში მაგალითად ისა რა ქვია საფრანგეთში მაგალითად შარჟე, დეშარჟე ანუ შარჟე დაცლა ის დატურთვა. გერმანიაში ლადენ, აბლადენ დასლა დატვირთვა. პოლონეთში ზალადუნეკ, რაზლოდუნეკ. ინგლისურად, რა ვიცი, სხვადასხვანაირად ამარა loading, unloading. და ესე დაიმახსოვრებ რა ორ სიტყვას ყველა ენაზე მოკლედ და ესპანურად რა იყო აღარ მახსოვს, კაი ხანი არ ყოფილა. დაიმახსოვრეთ მოკლედ ამას ყველაფერს იმას და всё. ეტყვის რომ აი loading, ან შარჟე, ან დეშარჟე, ან რაღაც აბლადენ, ან რაღაცას ეტყვი და თვითონ მიხვდები მე რეფერენს გეტყვიან იქიდან და ეგ არის რა პროსტა რომ გაიგონ რომ ვიღაცა მძღოლი მოვიდა რომ დაცლა აქ ეხლა ან დატვირთვა რეფერენციას გეტყვიან და იმ რეფერენციაში წერია ყველაფერი საერთოდ ყველაფერი წერია მან აი ბორბლის მისადებებია ხოლმე უკან ხედავთ ხანდახან შეიძლება მეგობრებო იმ ბორბლის მისადებზე ხო ისე გადავიდეს უკანა საბურავი ეხლა ეს ცოტა მაღალია მაგრამ არის უფრო დაბლები ისე გადავიდეს რომ ვერაფერი ვერ გაიგებს არის ხოლმე მეგობრებო ხანდახან ეგრეც რა. იმიტომ რომ ხა იქ რო გადავიდე უკან ეგრე ნაჯახუნების კი არის. მოდი არ მივალ ბოლომდე, იმიტომ რომ
არა, უნდა მივიდე ბოლომდე, რომ წესით ისეა ხოლმე გაქვს და ხა მივედე ხა. მაგრამ ხანდახან ისე არის ხოლმე მეგობრებო, რომ ვერ იმასიზავთ რა თქია. ვერ იმასიზავთ. ისე გადავა ეს იმაზე, ვერც გაიგებთ რომ გადახვედით, ხვდებით? ეს ერთი არასწორად აყენია, ხა აქ ნახეთ ზოგი პრინციპი ოდნავ სხვა არის ხოლმე, ოდნავ. და ეს ამაზე ისე გადაივლის ვერც გაიგებთ. ამიტომაა საყურადღებო მოსახლეებში და რაღაცეებში მითქმა ეს ფეხით მოსიარულეს ფრთხილად იყავით ყოველთვის. უკან თქვენ აქ რა ხდება, დიდად ვერ გაიგებთ და ეხა მე ეს აქ რო არ დამეყენებინა ცოტა აქ აგერ კი არის ნახატქონებები აგერ. თვითონ არასწორადაა, მაგრამ ეს დაცვის გამო არის, ანუ ეს იმის გამო არ არის რა. ესეთი მისადებები არის ამ შემთხვევაში და ძალიან დიდი ადგილი ახლა ნახე მისაბნელა ჩემი რანა დიდი ადგილებია, ზენ ხა ყველა უნდა ჩააყენოს, რაც არ უნდა დამწყები იყოს. თუ აქ ესე ვერ ჩააყენებთ, მეგობრებო, ამ ხელა ადგილას და აქაც ამ ხელა ადგილი იქნება. აი შეხედეთ პროსტან ამ ხელა ადგილები, ანუ მაშინ ჯობია რომ არ დაკარგოთ არც ერთ წუთი და წამი და წაივარჩიოთ ხოლმე ყველა გაჩერებაზე პარკინგზე, აპარკინგეთ ხოლმე მანქანა ბოლო-ბოლო თქვენ თვითონ აპარკინგეთ ხოლმე მანქანა, მოგეთ იმიტომ ჩემს სიძეს არ ქონა შეხება მანქანასთან საერთოდ. და პატარა მანქანის პრავას 2 წელს აღებული ქონდა და 1 წელია თავის მანქანა ყავდა, 2 წელია ახლობით თავის მანქანა ყავდა ნაყიდი, რომელიც საქართველოში ძალიან ბევრი მოუსვა მოკლედ. და ეგეთი ადამიანი ჩამოვიდა აქ და ხა მაგი რა თქმა უნდა, კაი ხანი ესე თან სწავლობდა რამპაზე ხუჯერ აყენებდა ხოლმე, მაგრამ ბოლო დაამუღავა მაგამას და მუშაობს უკვე თითქმის 3 წელია უკვე ეგეც რაც მუშაობს, ფულ გამოიმუშავოს ადამიანმა, რომელსაც უბრალოდ მართვის მოწვევა არ ქონია, ჩემზე უფროსია და მართვის მოწვევა არ ქონია, ანუ ბოლოს აიღო, ბოლო ეხლა ხან აიღო, ხვდებით? რამოდენიმე წელია სულ. და ეგეთი რატო არის იმას, იმიტომ რომ ესეთ ადგილებში ამუღამებდა ხოლმე, როცა ქონდა მომენტი, ხა წასმენას რო დაკეტა ვერა, მაგრამ გუშინ რო ვიდექი ხამე და არაფერ საქმე რო არ მქონდა და აჯექი ისეთ ადგილას წარმოიდგინეთ ხა თქვენ. აჯექი და ამუღამეთ ამის მიყენება, რამცა როგორც არის და ისე, ხო? ანუ სწორედ არება უნდა იცოდეთ ხა, მაგრამ მიყენებას გულისხმობ. ეგეთ მომენტებს გექნათ, ვინც არ იცით ამ მანქანის ტარება და რაღაც ხშირად შემთხვევა არ გქონდა გავიქეცი, ხა მე მოკლედ, კარგი, წავედი. აი აგერ არის მეგობრებო ყველაფერი, ფეხი წაიდო მერე მანქანა და ყველაფერი ხარტია ინსტრუქცია რაც არის. კაი, წავედი, ხა ტელეფონი მიჯდება. ყოველთვის არის ხოლმე მეგობრებო ზნაკები რა მოკლედ, აი ფეხი სასიარო და იქ თარიაროთ ხოლმე. სადაც ხატია მანდი არის მოკლედ. აგერ არის ოფისი რეცეპშენიც აგერ აწერია, შევალდა ვნახავ ტელეფონი მაქვს 2%-ზე შეიძლება ვერ გადავიხო. Unloading. აქეთ unloading. ნახეთ, ის სხვა რამე ეწერა unloading. ეს რომ მოაშოროთ, loading არის დატვირთვა. Unloading და unloading. ანუ ეს საბურავზე ავტომატურის დაატორუნზებს. ანუ ინსტრუქციაა ჩვეულებრივი რა მოკლედ. ადერი არ გვაქვს. ალბათ. Hello. მოვედი მეგობრებო ისე, იმიტომ რომ ტელეფონი საერთოდ დამიჯდა და გამეთიშა. ამიტომ მიაქცეთ ხოლმე ტელეფონს ყოველთვის ყურადღება რომ დატენილი გქონდეთ. ეხლა ჩემს თავის ესე ვიდეოებს გადაღებას ხო არ დაიწყებს, შესაბამისად ტელეფონი გეყოფათ რავი, ერთი დღე-დღე-ნახევარი ჩვეულებრივად გეყოფათ, მაგრამ მიაქცეთ ყურადღება, იმიტომ რომ მივედი ეხლა მოძებნა და რეფერენცია არ არის ეს ტვირთის ხვისი იყო, მე ეხლა პერესებით მოვდივარ აქ და სავარაუდოდ ეს ტვირთი დღეს კი არ უნდა დაცილიყო, აქ უნდა დაცილიყო გუშინან შეიძლება რა ვიცი, როდის არ ვიცი. და ამიტომ ეხლა უნდა მიწორო დისპეჩერს შემთხვევაში იმაში რა ქვია WhatsApp-ზე. და რო არ იცით ენა როგორ უნდა ქნათ. აი მაგალითად ჩვეულებრივად შეხვალ Google-ში, Google Translate-ში, ანუ Translate აი ესე. კი გეცოდინებათ ეხლა ეს ვინც არ იცით და ჩაწერთ ქართულად, ამას ქართულზე დააყენებთ და ჩაწერთ ქართულად რაც გინდათ შეკითხვა. დააკოპებთ, ჩაუგდეთ. აი ესე უნდა ვიწვალოთ თუ არ ვიცით ენა, ან პოლონელი თუ შეხვდათ, ან დროებით შეიძლება რაღაც შეგიცვალონ, ან ინგლისურად წერენ. თუ არა და ჩემ შემთხვევაში ხარ რუსულად ვეთქვა, ნახე გადავიტან ტექსტს, ანუ ასე შეიძლება კომუნიკაცია უპრობლემოდ. Მაგალითად ამას დავაწვევით მეგობრებო, ვინც არ იცით. Доброе утро. Сказали, что нету букинга. Скиньте, пожалуйста, мне букинг номер и референция тоже. Всё, დაწერა მან გადათავნა, არც უნდა ამას ბევრი წაკითხვა და რაღაცა თუ ეს წესერა დაიწერა, ან ქართულად წესერა, Доброе утро, сказали, что нету букинга. Скиньте, пожалуйста, мне букинг номер и референция тоже. Всё. ამას აგერ დავაწვევით და დავაკოპებთ და ჩემს შემთხვევაში ჩაუგდებ აგერ ჩემს დისპეჩერს. დროები დისპეჩერს რომელიც ახალი არის. აჰა. ასე ხდება მეგობრებო ეს. ასევე მაგალითად წინაზეც ხო გითხარით, არა ვიღაცამ რაღაცა მოგწეროთ არ იცით, ხო? ამას ან ჩემ შემთხვევაში დასკრინავთ,
ან ის რა ქვია, იქ სხვა ტელეფონი თუ გექნებათ, უბრალოდ ფოტოს გადავუღებთ ამ პროგრამით, რაც განახით ობიექტივით, აი ობიექტივი მაგალითად. ავირჩევთ ამ მონაწერის სკრინს, ან გადავუღებთ ფოტოს, რაც ჩვენ გვინდა ამასაც ხოლმე ფოტოს გადაღება და დააწვევით პერიოდს. ყველაფერი გადათარგმნა აგერ фотот. Извините, но я не могу говорить. Хорошо, может идти. ანუ მოუწერია რომ ისაო რა ქვია. У вас всего 2 выгрузки, верно? კი ბატონო. ასე ხდება მეგობრო აპლიკაციების დახმარებით კომუნიკაცია. კი, წვალებაა და სადრო პირდაპირ ინგლისურად ლაპარაკები და ან პირდაპირ თქვა ჩემ შემთხვევაში პირდაპირ WhatsApp-ზე გიწევს ეს უფრო ადვილია, ეხა ვინც ენა არის და თქვა სამსახურის ტელეფონი რო გაქვთ, იმას ეს პროგრამა არ აქვს. იმ სამსახურის ტელეფონში თქვენ ყველაფერს ვერ გადმოიწევთ, ან ის ხორცლა სამსახურისა და ვერც დაარეკავთ ვერცად გარდა სამსახურის გარდა. ამ სამსახურთან საკომუნიკაციოთ აეგ და თუ რამე რომც გქონდეთ საშუალება პირადში არ ეკონტაქტოთ, რამე რო იყოს, მანდ მიწერეთ, მანდ მოგწერონ, რომ თუ რამე მანდ ფიქსირდება თქვენი კარგი მხარები და ცუდი მხარების და მათი შეცდომები და მათი ისინი. ყველაფერი ფიქსირდება, მანდ მიწერეთ ხოლმე. და მაგ შემთხვევაში ხა ასე მარტივად ვერ იზავთ, მაგრამ ბოლო-ბოლო დაანათებთ ამას. აი ამ პროგრამას მაგალითად ჩაულებრად რო შევიდეთ, აგერ კამერას ჩაუთავთ და ამ კამერით გადაუღებთ მოკლედ ამას, რაღაცას, რაც იქნება, რა ვიცი. და მე გადათარგმნით, აი მაგალითად აგერ რაც წერია, ეხა ხო არის რა წერია ვთქვათ. აი აგერ. ამას გადაგითარგმნით და აწვევით და აჰა გადათარგმნე, ხა ეს ქვეყნის ისა რა ქვია დასახელებაა და ბიზნეს პარკ რაღაცა. აი ესეთი მარტივად ხდება მეგობრებო აქ. კი, მარტივად არის ის, რომ პირდაპირ ქართულად ელაპარაკო ვიღაცას, ან რუსული თუ იცი, ან ინგლისური, ან პოლონური, მაგრამ თუ არ იცით, არის საშუალება. ბევრი ძველი მძღოლია ჩამოსული, ადრე ასე ძალიან არ ითხოვდნენ რუსულს და დღემდე არ იციან, რა ქვია, არც რუსული არ იციან და თუ იციან და უბრალოდ საკომუნიკაციო დონეზე და ინგლისური კიდე ჩემი ვიდეოებს თუ ნახავთ, კი იცით რომ ხელი ფეხი და თაური და რა ვიცი, წვალებით რაღაცას ორ სიტყვას ვაბავ ხანდიხან რა. ძირთადად ერთ და იგივე რაც სჭირდება თორე ხა ვიღაცას დავжди და ინგლისურად ელაპარაკო, მეც არ ვიცი მეგობრო, მაგრამ დაასვლა დატვირთვაზე საზღვარზე თქვა იქ პასპორტი მიაწოდე რაღაცა შეკითხვა დაგისვა თქვა რა არის, ეგეთ რაღაცებს კი ჰა ვაბავ ორ სიტყვას ასე რო თქვა. თუ რამე და არის ტრანსლეიტი, ასევე თუ რამე და არის chat GPT მეგობრებო, აგერ ეს პროგრამა და ამას დაუწერ და გადაგითამით ყველაფერს ეს ასე ამას შეგიძლიათ ელაპარაკოთ რა ვიცი. Магазин трудовато техламас. Привет, чат GPT. Скажи мне, какой сегодня день? Привет! Сегодня 11 июня 2025 года. Как у тебя дела? Что новенького? Спасибо, мне хорошо. А как ты? Рада слышать, что у тебя все хорошо. Если есть какие-то вопросы или что-то, чем я могу помочь, просто дай знать. Нет, спасибо, благодарю. Все, молчи. ნებისმიერ შეკითხვას დაუსვევთ ამას, მაგალითად, აგერ ფუნქცია დააწვევით, ფოტოს გადაუღებ და იმაზე რა ქვია, ტახოგრაფზე მოკლედ გადაუღებ, ფოტოს ჩაუგდებ და კითხავთ რა ჯანდაბა წერია, გამაგებინეთ თუ კაც ხარ ვერ გავიგებ და დააგიწევთ ყველაფერს რა. ასე რომ ყველანაირი საშუალებაა, მთავარია მოვინდომო და ადვილია თუ არა თქო თუ რო გეუნებით, არ არის ადვილი ხამდე რაღაცაში ადექი და რო არ გაიკეთები აკეთე, ხო? გავიგე, მაგრამ ძნელია თუ არა რო გააკეთებ მე აღარაა ძნელი. სასიამოვნო თუ არის თუ არა მე რაღაც კეთებ, არა მეგობრებო, სასიამოვნო არის შენთან, შენს ოჯახთან, შენს მეგობრებთან რო ხარ და ფული ესე რო ცვივა და რო ზიხარ სახში და რა ვიცი, ყველა რასაც შენ გინდა იმას რო აკეთებ. ეხა აქ რასაც მე მინდა იმას ვერ ვაკეთებ, ხო? საერთოდ არ მინდა ეხა მე ტრაილერში დომა და რაღაც იმაზე ფულის გამომუშავება. მინდა სახში ვიყო ჩემებთან და ჩემს მეგობრებთან, ჩემს ქვეყანაში ვიყო, რა ჯანდაბა მინდა აქ, ხო? მაგრამ რა სიზავთ, არ არის სასიამოვნო, ძნელია თუ არა, არ არის ძნელი, ადვილია თუ არა, არ არის ადვილი. ესაა ჩემი პასუხები. აი ხა დავალდები ამის მოწერას და ნახოთ რას მომწონს და მე მივალისებ ხელახლა.